ალბათ ბევრმა ნახეთ ის ვიდეო, ქართველი ფერმერი რო ღებავს ატმებს და ვირუსულად გავრცელდა და ამან გამოიწვია კითხვები რა თქმა უნდა ადამიანებში, რომ რას ჭამთ, ხო? ანუ ეს საღებავები, რომელიც სიმსივნეს იწვევს, თუ რა არის ეს. და მეორეს მხრივ გავრცელდა ასე ვიდეოები, სადაც ადარებენ ნიტრატების შემცველობას ხილში ბოსტნეულში და ესე. და საუბარი იყო, რომ აი სანამ ამდენ ნიტრატებს შეიცავს, ხილი საერთოდ არ შეიცავდა, ან ძალიან ცოტას და ეს ბადებს რა თქმა უნდა სერიოზულ კითხვებს, ხო, რომ ხილის და ბოსტნეულის უსაფრთხოებაზე, რომ რას ჭამთ, რას გვაჭმევენ. და აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. ეს ვიდეო იქნება სრულად საკმარისი იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ხილის და ბოსტნეულის უსაფრთხოებაზე თავიდან ბოლომდე. ყველაფერს გავივლით. რაც ახლა დავიწყოთ იმ ვიდეოთ ის ფერმერი რომ ასხავს, ეგ ახლა სუფთად გადაღებულია ეს ვიდეოსთვის. არც ერთ ფერმერი მაგას არ აკეთებს, რომ საღებავებს ასხავდნენ ესე. ერთი ისე ძვირი დაჯდება, მეორეც ერთი ისე კარგად მწიფდება საქართველოში ხილი, რომ ატამი მით უმეტეს არ ჭირდება არანაირი, მაგრამ ძალიან ცუდი ხუმრობა გამოვიდა. ძალიან არ მივესალმები, მორალურადაც არ მივესალმები ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე პირდაპირ მოქმედებს ის, რომ ისედაც ვიცით ჩვენ რომ გარემო დაბინძურებულია, ბევრი დაავადებები გარემოს დაბინძურების გამოა და კიდე ახლა რომ უყურებ რომ ვიღაცა საღებავს ასხავს იმას და მით უმეტეს ბაღებში გვინახიან ჩვენ ხო რომ ასხავენ რაღაცებს, სპრეის, ხილებს, ბოსტნეულს და ეს ისედაც იწვევს შიშს და კითხვებს და ახლა ვიღაცა რომ საღებავს ასხავს ხო რაღაც ჩინურ საღებავს, ეგ საერთოდ, ამიტომ საშინელი ხუმრობა იყო, ანუ საშინელი ქცევა იყო. არ ვამართლებ არაფრით, მაგრამ ეხლა დასასჯელი და ეგეთი არა, ჩემი ეგ ადამიანი უბრალოდ გაფრთხილება საკმარისი იქნება, თავის გაჭირვება ეყოფა ის და უყადაღეს მე მგონი ის ხილები იმდენ გაუფუჭდება. ხო. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, როცა ხილის და ბოსტნეულის უსაფრთხოებაზე ვფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი? პირველი არის ხოლმე პესტიციდები. პესტიციდები არის ქიმიკატები, რომელსაც ასხავენ ხილს და ბოსტნეულს იმისთვის, რომ არ გაფუჭდეს, ან არ გამრავლდეს დაავადება, ან არ გამრავლდეს მწერი, ან მიკრობი. აი ეს არის მთელი აზრი პესტიციდების. პესტიციდები გამოიყენება ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ ხილზე და ბოსტნეულზე გამოიყენება და მან არის ხოლმე ორი ძირითადი რისკი. სამი, მაგრამ ორი გამორჩეული. ერთი არის, რომ ნერვული სისტემის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოსო ამ პესტიციდების გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. რადგან აცეტილქოლინესტერაზას ბლოკავს, გროვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მოკლედ ეს პესტიციდები თუ კი ჭამს ბავშვი ბევრს ასეთ ხილს და ნერვულ განვითარებას უშლის ხელს. ეს ერთი დიდი რისკი. მეორე მნიშვნელოვანი რისკი არის სიმსივნეების, რადგან არის გარკვეული პესტიციდები, ბევრი პესტიციდია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არის კარცინოგენი. ანუ სიმსივნის რისკს ზრდის. ოღონდ ეს პესტიციდები უნდა მიიღო ძალიან მაღალი დოზით, რომ სიმსივნის რისკი რეალურ ცხოვრებაში გაიზარდოს. ან ჩვენ ხო ჰიპოთეტურად არ გვაინტერესებს მარტო, ან რეალურად გვაინტერესებს რა ხდება. რეალურად ძალიან მაღალი დოზებით უნდა მიიღო ეს პესტიციდები, რომ სიმსივნის რისკი გაიზარდოს. მაგალითად, ადამიანები, ვინც ამუშავებენ მიწას და ამ პესტიციდებს რეალურად იყენებენ თვითონ, ღებავენ იმებს გარშემო ხილის ბაღებს და ბოსტნეულს და ასე. მათ აქვთ სიმსივნის გაზრდილი რისკი, მაგრამ უმეტესობა ადამიანს, ვინც ნორმალური რაოდენობით იღებს ხილს და ბოსტნეულს, როგორც წესი სიმსივნის რისკი პესტიციდების გამო გაზრდილი არ აქვს ხოლმე. როგორც წესი, ამისთვის დგება ხოლმე კიდევაც ყოველწლიურად ყველაზე დაბინძურებული ხილის და ბოსტნეულის სია. ამერიკაში დგება როგორც წესი, იმიტომ რომ იქ მოწმდება კარგად საქართველოში არა, მაგრამ წარმოდგენისთვის საქართველოშიც გამოდგება. უმეტესად ეს არის კენკრონები, მარწყვი მაგალითად, ისპანახი, ყურძენი, ვაშლია, ატამი, მსხალი, კარტოფილი და პამიდორი. აი ესენია ძირითადად რაც ტოპებში შედის ხოლმე, ყველაზე მეტად რასაც წამლავენ. ეხლა
მთავარი კითხვა ისმის ხოლმე მანდ რომ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ რომ შევაჩეროთ ან შევანელოთ ან არ დავინფიცირდეთ ამ ებით რაღაც დონეზე არის შესაძლებელი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის გარეცხვა დაახლოებით 70-დან 80% პესტიციდებს აშორებს მეორე კარგი საშუალება არის გათლა თითქმის 90% პესტიციდებს აშორებს ხილს ან ბოსტნეულს, მაგრამ ისიც გასასვალისწინებელია, რომ ვიტამინების და ბოჭკოვანის უმეტესობა ხილში არის ქერქში. შესაბამისად, გათლისას იკარგება ძირითადი სასარგებლო ნივთიერებებიც. ასევე ჩალბობა შესაძლებელია 10-15 წუთით, რომ ცოტა სოდა ჩაყარო წყალში, ჩალბო 10 წუთის განმავლობაში და მერე უბრალოდ გარეცხვა და მიირთვა 90%-ზე მეტ პესტიციდებს აცილებს ეგ. მარილ წყალში თუ გააკეთებ ამას, დაახლოებით 60% პესტიციდებს აშორებს. ანუ მარილ წყალიც რეალურად მეტნაკლებად ეფექტურია. იმისთვის რომ კომბოსტოს და ეგეთ ფურცლები რაც აქვს მოაცილო პესტიციდები გარეთა ფოთლები უნდა მოაძრო, ეგ არის გამოსავალი და სადაც 80-90% ამცირებს პესტიციდების მიღებას. მაგალითად სტაფილოს და ბულგარული წიწაკა და ესეთი რაღაცები რაც არის ეგეთ ბოსტნეული მაგათ თავი და ბოლოები შეგვიძლია წააჭრა და თავი და ბოლოებშია ძირითადად პესტიციდები თავმოყრილი მანდ და ეგ არის ერთ-ერთი რაც 80-90% მაგით ამცირებ პესტიციდების მიღების რაოდენობას. ან თუ კომბინირებას გააკეთებ მოკლედ კარგად გარეცხვა და გათლა ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. თუ გინდა შეინარჩუნო გარეცხვა ჩალბობა სოდიან წყალში, ეგ არის მეორე საუკეთესო გამოსავალი და მესამე ყველაზე მთავარი გამოსავალი კიდე რითიც შეგვიძლია გაიმარტივო საქმე არის რომ იყიდე სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა მწარმოებლისგან და ანუ მიყოლებით არ იყიდო, ანუ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ეგ არის საუკეთესო. და ამით რას აიცილებ თავიდან? აიცილებ დივერსიფიცირებას გააკეთებ და აიცილებ თავიდან, მაგალითად ვიღაცა ფერმერი ძალიან წამლის რაღაცას, ხო? კი, შეიძლება შეჭამო ცოტა 1 კილო რაღაცა ის, მაგრამ მე სხვა რაღაცებს იყიდი და იმ ძალიან მცირე დოზით მიიღებ ამ მომწამლავ ნივთიერებას, პესტიციდებს ამ შემთხვევაში. თუ კი დივერსიფიცირებას გააკეთებ, იმიტომ რომ იმის ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ ანუ ყველაფერი ძალიან მოწამლული იყოს, ესე არა. აქ არის ხოლმე კიდე მეორე რასაც ამბობენ, რომ აი თუ კი იდეალურად გამოიყურება, თუ ძალიან კარგად გამოიყურება, ეგ პესტიციდებიანია, თუ აქვს მაგალითად კოპლები და ეს შავები და არა სრულყოფილი ფორმები, ეგ კარგია შედარებით. ლოგიკა არის რა თქმა უნდა მაგაში, იმიტომ რომ პესტიციდებიანი მართლაც უკეთესად გამოიყურება, მაგრამ როგორც გითხარით, პესტიციდების მოშორების გზები არსებობს და ის რასაც მიიღებს ადამიანი ძალიან ცოტა იქნება. მეორეს მხრივ ის რომ მაგალითად კოპლებიანია რაღაცა და ცუდი ფორმები აქვს და ცუდად გამოიყურება, არ ნიშნავს აუცილებლად რომ ჯანმრთელია, რადგან მასში შეიძლება თუ კი დაზიანებულია კანი, ან სოკო აქვს, ან გაფუჭებულია ნაწილი ან ესე, პირიქით შეიძლება ეს სოკო და ბაქტერიები გამრავლებული ისე იყოს, რომ ტოქსინები იყოს მასში და პირიქით მოგწამლოს მაგან. ამიტომ ცუდი არ ნიშნავს ყოველთვის კარგს, ის რომ ან ხილი ცუდად გამოიყურება, არ ნიშნავს ის რომ კარგი და ჯანსაღია. კი, ის ნიშნავს რომ ცოტა პესტიციდები აქვს მიღებული, მაგრამ ის რომ ჯანსაღია, მაგის გარანტია არ არის. მეორე მნიშვნელოვანი წუხილი, რაც ადამიანებს აქვთ ხილთან მიმართებაში და ბოსტნეულთან, არის ნიტრატები, ნიტრიტები, რომელიც ახლა გაზომილი რო იყო ვიდეოში. ახლა რაშია საქმე? აი ეს სასუქი, აზოტი, რასაც უყრიან ხოლმე და როგორც სასუქად ჩვეულებრივ უყრიან ბოსტნეულს ხილს და მოსავალს რა. ეგ შედის განსაკუთრებით ფოთლოვანი რაც არის მაგეებში, აი მწვანე ფოთლებს რასაც ვჭამთ, რეალურად მაგეებში, ისპანახი და ეგეთ რაღაცებში განსაკუთრებით შედის და გროვდება დიდი რაოდენობით. და ეს ნიტრატები გადაიქმნება ნიტრიტებად, მერე კუჭში დაუკავშირდება სხვა კომპონენტებს და წარმოიქმნება ნიტროზამინი. და ნიტროზამინი არის კარცინოგენი და იწვევს სიმსივნეს. ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ნიტროზამინი ბევრად საშიშია ხორცით თუ მიიღებ, ვიდრე მცენარეებით.
მაგალითად თუ მიიღებ პროცესირებული ხორცით ძეხვეული და სოსისები და ესენით ბევრად უფრო მაღალი რისკია რომ გამოიწვიოს სიმსივნე ვიდრე თუ მიიღებ ბოსტნეულით. ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე C ვიტამინს, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხშირად აი ამ ნიტრატების მავნე მოქმედებას ძალიან დიდი პროცენტით ანეიტრალებს. შესაბამისად, ხილით და ბოსტნეულით ეგ იმდენად დიდი პრობლემა არა. ეხლა რატო იყო ხილში ნაკლები და რატოა იმაში ბოსტნეულში და თუნდაც შედარებით საზამთროში უფრო მეტი რატომ არის? რატო და აი ის ხილი რომელიც იზრდება ხეზე და ისა ნაყოფი ესე აქვს ხო? არ გროვდება იმაში რომც დაუყარო ხეს, რომც დაუყარო ნიტრატები და ეს აზოტი რომც დაუყარო, ძირითადად ღეროებში, ფოთლებში გროვდება ეგ ნიტრატები და არა ნაყოფში. შესაბამისად, ამიტომ უფრო მეტად დაცულია. ამიტომ ნიტრატების პრობლემა, დიდი პრობლემა არ არის მოკლედ ხილი და ბოსტნეულში რა. ბოსტნეულსაც იმდენ ანტიოქსიდანტებს შეიცავს როგორც წესი ბოსტნეული, რომ მისი სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე მისი ზიანი. და თუ სიმსივნეაზეა საუბარი, ბოსტნეულის მიღებით სიმსივნის გაჩენის რისკი ბევრად დაბალია ვიდრე მისი მიუღებლობით. სინამდვილეში სიმსივნეების რისკს ზრდის, როცა ადამიანები ხილს და ბოსტნეულს არ იღებენ და არა ის, როცა ხილს და ბოსტნეულს იღებენ, თუნდაც ნიტრატებიანს და თუნდაც პესტიციდებიანს. მესამე მნიშვნელოვანი რამე, რაზეც ნერვიულობთ ხოლმე, არის ბაქტერიები, ვირუსები, ან სოკოები და ეს ან მოწამლა, ხილისგან მოწამლა. ხილისგან მოწამლა ძირითადად ხდება მაშინ, როცა ხილი არის დაბინძურებული. ხილი დაბინძურებულია მაშინ, როცა ან არასუფთა გარემოშია, ან მაგალითად არის რეცხება კარგად, ან ჭუჭყიანი წყლითი რეცხება, ან დაუბანელი ხელების ჭამს ადამიანი, ან პირიქით დაუბანელი ხელები ადამიანის პროდუცირებას ახდენს დამუშავებას. ხო, ეს მოწამლა არ არის ისეთი, რომ რაღაც ადამიანს დიდი გრძელვადიანი სიცოცხლის რისკი შეუქმნას, ან ამაზე ნაკლებად შეგვიძლია ვინერვიულოთ, უფრო მეტად აი მწვავე მოწამლა, უბრალოდ აი მუცელი რო ხტკივა, ფაღარათი რო გემართება, ეგ არის, ეგეთ მოწამლას იწვევს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კიდე. ადამიანებს მიაჩნიათ ხოლმე, რომ საქონლის ნაკელი არის კარგი სასუქი და ბუნებრივი სასუქი. ნაწილობრივ მართალია, რადგან შეიცავს ფოსფორს, ასევე აზოტს და კიდე სხვა ბევრ კომპონენტებს, რომელიც კალიუმს, რომელიც მნიშვნელოვანია მცენარის ზრდისთვის. ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ეხა ეს ნაკელი თუ კი ნედლია, ან პირდაპირ თუ მიაყარა ადამიან ფერმერმა იმ ბოსტნეულს დააბინძურებს და დააბინძურება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად. ზუსტად, ანუ დაბინძურებების 30%, ხილით მოწამლის 30% მოდის მაგედან, როცა ნაკელს პირდაპირ უყრიან ხოლმე. ანუ ადამიანს გონიათ რომ აკეთებენ კარგს, ნებისმიერ აკეთებენ სულს, იმიტომ რომ ეშერიხია კოლი, სალმონელა და ეგეთი ბაქტერიები, ანაერობები ხშირად მრავლდება, რომელიც საკვებით მოწამლას იწვევს ადამიანებში. შესაბამისად, აუცილებელია რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გაჩერება ნაკელის, რომ დეკომპოზიცია მოხდეს მისი და ეს ბაქტერიები დაიხოცნონ. ასეთ შემთხვევაში, ამიტომ დამწვარ ნაკელს რო ეძახიან ხოლმე, ეგ უსაფრთხოა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია და კარგიც არის ნაკელის გამოყენება, მაგრამ ნედლი ნაკელის გამოყენება ნამდვილად არ შეიძლება და არც არის რეკომენდირებული. და რო შევაჯამოთ მოკლედ, მეტაანალიზები რაც ტარდება, რეალურად ხილი და ბოსტნეულით, რომ ადამიანებს სიმსივნის რისკი ემატებოდეთ იმის გამო, რომ ან პესტიციდებითაა დამიზნურებული, ან ნიტრატებით, ეგეთი კორელაცია შემჩნეული არ არის. თეორიულად შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი ეგეთი მეტაანალიზი, რომ ადამიანების სიმსივნის რისკი ემატებოდეთ, იმიტომ რომ ბევრ ხილს და ბოსტნეულს ჭამდნენ, არა, პირიქით, ბევრ ხილს და ბოსტნეულს ვინც ჭამს, იმ ადამიანებს ნაკლები სიმსივნის რისკი აქვს ზოგადადაც და საწმისმომნელებელი სისტემის სიმსივნეების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ გინდათ რომ დაცულები იყოთ, რა თქმა უნდა, ჯობია რომ გარეცხოთ, გათალოთ ან ჩაალბოთ, ვინაიდან პესტიციდები მაქსიმალურად მოაცილოთ, ну ან ორგანული პროდუქტი იყიდოთ, ორგანული ზოგადად ძვირია და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის ხოლმე, შესაბამისად ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ სხვა გამოსავალიც საჭიროა. და ბოლოს, მადლობა ყველა ჩემ გამომწერს და ყველას, ვინც
ალაიქებს ხოლმე ან აშიარებს ან დონაციებს აკეთებთ და ანუ ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა და დონაციების გაკეთება ამისთვის აღწერაში მინდევს ანგარიშის ნომრები და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები მაგედან ან თან ვისაც გინდათ დონაცია და პლუს ჩემთან კონტაქტი ინდივიდუალური კონსულტაცია და ასე ამისთვის მაქვს პატრეონის ლინკიც მინდევს აღწერაში და შეგიძლიათ იხილოთ ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა არ არის აქ საუბარი მარტო დონაციებზე ვისაც მაგალითად უბრალოდ აქვს სურვილი რომ მხარი დაუჭიროს არხს დალაიქებაც საკმარისია გამოწერას არხის გამოწერა საკმარისია გაშიარება დაკომენტარება საკმარისია რადგან YouTube-ის ალგორითმი ამას აქცევს ყურადღებას ანუ შენ თუ აქტიურობ რაღაცას ამ ვიდეოზე ხვდება YouTube-ის ალგორითმი რომ მნიშვნელოვანია ეს ვიდეო და აჩვენებს სხვებსაც და სინამდვილეში ეს ვიდეოები ეხმარება რეალურად ადამიანებს რომ იცოცხლონ მეთხანს და ჯანსაღად და არხის პოპულარიზაცია კიდე მე мотивაციას მადლობს რომ რაც შეიძლება მეტი და კარგი ვიდეოები გავაკეთო დროთა განმავლობაში და ისიც გაითვალისწინეთ რომ ანუ რაც მეტი დრო გავა რა თქმა უნდა ხარისხიც და სიღრმეც ვიდეოების იმატებს ეს ბუნებრივია იმიტომ რომ 1600-ზე მეტი ვიდეო მაქვს უკვე გადაღებული რეალურად ეს ვიდეოები ხომ არ არის უბრალოდ ვიდეოები ეს ვიდეოები არის ნაშრომი რომლის უკანაც დგას ხოლმე დაახლოებით 15-20 გვერდიანი ნაშრომი აი ამ კვლევებიდან სამეცნიერო კვლევებიდან ანუ ეს არ არის უბრალოდ ეს რაც თქვენამდე მომაქვს გამარტივებულად ეს არ არის ხოლმე უბრალოდ არც ჩემი აზრი და არც უბრალოდ ერთ გვერდზე ამოკითხული რაღაცეები ეს არის ძალიან ბევრი სხვა კვლევებიდან მუშავებული ინფორმაცია და მე თქვენამდე მოტანილი მარტივად. ამით იმის თქმა მინდა, რომ სინამდვილეში ამ ვიდეოებით ეზიარებით თქვენ მეცნიერების ბოლო მიღწევებს და მეცნიერების ბოლო ცოდნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს და ჯანმრთელად იცოცხლოთ და ვიცოცხლოთ ყველამ. და როცა არხს ეხმარებით, აი ამის პოპულარიზაციას ახდენთ, ანუ ადამიანების დახმარებაში იღებთ მონაწილეობას, ამიტომ ამ მნიშვნელოვანი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ გაინტერესებთ და მადლობა რომ ჩემთან ხართ.